აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როგორც ჩანს ირანთან შეთანხმებაზე წავიდა, რომელიც სრულიად არაცხობს ისრაელს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს მძაფრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპი ირანისადმი დათმობებისთვის. ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან კონფლიქტის შემდგომი ბედის საკითხზე სასწრაფო სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს. და როგორც ნეთანიაჰუს კანცელარიაში განაცხადეს, პოლიტიკოსების საუბარი დაძაბული იყო და გამოავლინა მათი განსხვავებული შეხედულებები ახლო აღმოსავლეთში ომთან დაკავშირებით შემდგომ მოქმედებებზე. ნეთანიაჰუ თეირანის მიმართ უფრო აგრესიული მიდგომის მომხრეა. მაშინ როცა თეთრი სახლი ჯერ კიდევ ცდილობს დიპლომატიური გამოსავალი იპოვოს შექმნილი სიტუაციიდან. შედეგად, როგორც სააგენტო აქსიოსი წერს, ნეთანიაჰუ გაბრაზებული იყო, რადგან ტრამპი მაინც დათანხმდა კატავისა და პაკისტანის გარიგებას. საერთოდ თითქოს უგულებელყო სხვების აზრი, როგორც განაცხადეს. რა არის მთავარი უთანხმოება, მოდით ერთად განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პიჩინი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, სანამ დავიწყებთ. თოლთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოქმედება ომთან დაკავშირებით, სიახლეები როგორც კი გამოჩნდება. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. როგორც მრავალმა მედიამ გაავრცელა, როგორც აშშ-ში, ასევე ისრაელში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განიხილეს ირანთან შეთანხმების მიღწევის ახალი მცდელობები. რთული სატელეფონო საუბრის დროს. ამასთან ერთ-ერთმა ცხარომ განაცხადა, რომ საუბრის შემდეგ, ციტატა, ნეთანიაჰუ ცოფებს კრიდა. ანუ ის უბრალოდ წარმოუდგენლად გაბრაზებული იყო ამ საუბრის შემდეგ. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უმაღლესმა ლიდერმა მაჯტაბა ხამენეიმ გასცა განკარგულება, რომ ირანელმა მოლაპარაკეებმა არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანას. ანუ მან გასცა განკარგულება, რომ ეს ურანი უნდა დარჩეს ირანის ტერიტორიაზე. თუმცა შეგახსენებთ, რომ ტრამპი სწორედ საპირისპიროს მოითხოვდა. ის ითხოვდა, რომ ის ამერიკელებისთვის გადაეცათ. და აი წყაროების თქმით, კატარმა და პაკისტანმა სხვა რეგიონულ შუამავლებთან ერთად მოამზადეს გადახედული სამშვიდობო მემორანდუმი. იმისთვის, რომ ეცადათ აშშ-სა და ირანს შორის უთანხმოების გადალახვა. ეს ხდება დონალდ ტრამპის მერყეობის ფონზე ირანზე მასიური დარტყმის ბრძანებასთან დაკავშირებით და მისი სურვილის ფონზე დადოს შეთანხმება. ნეთანიაჰუ უკიდურესად სკეპტიკულად უყურებს მოლაპარაკეებს და პირიქით სურს ომის განახლება, რათა კიდევ უფრო დაასუსტოს ირანის სამხედრო პოტენციალი და დააზიანოს რეჟიმი მისი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის განადგურებით. ტრამპი აგრძელებს განცხადებებს, რომ მისი აზრით შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნას, მაგრამ ის მზად არის ომი განაახლოს, თუ ეს არ მოხდება. როგორც თავად ტრამპმა განაცხადა, ციტატა, საკითხი მხოლოდ იმაშია, მივიყვან თუ არა საქმეს ბოლომდე, თუ ისინი ხელს მოაწერენ რომელიღაცა დოკუმენტს. ნახოთ რა მოხდება. აშშ და ირანი იმყოფებიან ზღვარზე შეთანხმების მიღწევასა და ომის განახლებას შორის. ყველაზე სათხენი კი ის იყო, რომ ტრამპმა ასევე საჯაროდ განაცხადა, ციტატა, ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მისგან მინდა, განაცხადა მან. მიუხედავად იმისა, რომ აღვნიშნე, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ფაქტობრივად ტრამპმა ბოდიში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა ნეთანიაჰუს და თქვა, მე ვიტყვი და ის ასე მოიქცევა. საერთოდ არ აინტერესებს მისი რაიმე აზრი. აღვნიშნავ, რომ ორ ლიდერს ადრე დროებითი უთანხმოებები ჰქონდათ ირანის საკითხზე, მაგრამ მთელი ომის განმავლობაში ისინი მჭიდროდ კოორდინირებულად მოქმედებდნენ. და აი წყაროების თქმით, პაკისტანი, კატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი და ეგვიპტე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ წინადადების დაზუსტებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-სა და ირანს შორის უთანხმოებების აღმოფხვრას. ორი არაბი ოფიციალური პირისა და ერთი ისრაელი წყაროს თქმით, კატარმა ცოტა ხნის წინ აშშ-სა და ირანს ახალი სამშვიდობო პროექტი წარუდგინა. ერთმა არაბმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კატარმა ამ კვირის დასაწყისში დელეგაცია გაგზავნა თეირანში, რათა ირანელებთან ბოლო შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკები გაემართა. თუმცა მიუხედავად ამისა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ისინი მიმდინარეობს მხოლოდ ირანის 14 პუნქტიანი წინადადების საფუძველზე. ასევე პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი თეირანში იმყოფება, რათა შუამავლობაში დახმარება გაუწიოს. ანუ კატარი ამბობს, რომ თითქოს მათ თავიანთი შეთანხმება შესთავაზეს და მას ირანელებთან განიხილავენ. ირანელები ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მხოლოდ თავიანთი მოთხოვნების საფუძველზე. და ყველა ახალი ძალისხმევის მთავარი მიზანი არის ირანელებისგან უფრო კონკრეტული ვალდებულებების მიღება, რაც შეეხება მათ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს.
ასევე მიიღონ აშშ-სგან უფრო დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება გაკინული ირანული აქტივების ეტაპობრივი გამბლოკვა. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია დათანხმდებიან თუ არა ირანელები ახალ პროექტს, თუ მნიშვნელოვნად შეცვლიან საკუთარ პოზიციას. კატარში განაცხადეს, ციტატა: როგორც უკვე ათქვა ადრე ითქვა, კატარი მხარს უჭერდა და კვლავაც უჭერს მხარს პაკისტანის ხელმძღვანელობით შუამავლობის ძალისხმევას. ჩვენ თანმიმდევრულად გამოვდივართ კონფლიქტის დეესკალაციის მხარდასაჭერად. ეს რეგიონისა და მისი მოსახლეობის ინტერესებშია. და აი ყველა ამ მცდელობის შემდეგ კატარელებმა როგორღაც სცადეს დიალოგის დამყარება თეირანსა და ვაშინგტონს შორის. დონალდ ტრამპმა სწორედ ამ ხანგრძლივი და რთული სატელეფონო საუბარი გამართა ნეთანიაჰუსთან. დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს აცნობა, რომ შუამავლები მუშაობენ განზრახულობათა მემორანდუმზე, რომელსაც აშშ და ირანი ხელს მოაწერენ ომის ოფიციალურად დასასრულებლად. და რაც მთავარია, დაიწყება 30 დღიანი მოლაპარაკებების პერიოდი. ასეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და ხორმუზის სრუტის გახსნა. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის სამშვიდობო შეთანხმება, ეს არ არის ომის დასასრული, ეს არის განზრახულობის მემორანდუმი. უბრალოდ იმისთვის, რომ დაფიქსირდეს, კარგი, ამ ეტაპზე ჩვენ არავის დავბომბავთ და 30 დღით მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესს ვიწყებთ. მაგრამ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის უთანხმოება წარმოიშვა შემდგომი ქმედებების შესახებ. ხოლო ცხარომ აშშ-დან განაცხადა, რომ ციტატა: ბიბის საუბრის შემდეგ თმა ეწოდა. ეს უბრალოდ იდიომაა, რომ თითქოს ის იმდენად გაბრაზებული იყო, რომ თმა ენთო. კერძოდ, ისრაელის ელჩმა ვაშინგტონში ამერიკელ კანონმდებლებს აცნობა, რომ ნეთანიაჰუ ამ ზარით შეშფოთებულია. ნეთანიაჰუ ძალიან შეშფოთებული იყო მოლაპარაკებების წინა ეტაპებზე, მაშინაც კი როცა შეთანხმება არ შედგა. და ზოგიერთი თითქოს მიანიშნებს, რომ ის ყოველთვის შეშფოთებულია. სერიოზული არაფერი მოხდარა. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, აშკარად რაღაც მოხდა. აქ მნიშვნელოვანია თავად მოლაპარაკებების კონტექსტის გაგება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმატებისთვის აშშ-ში უნდა შეწყვიტოს თავისი მეკობრეობა ირანული გემების მიმართ და დათანხმდეს თანხების გამბლოკვას. ისრაელმა კი უნდა შეწყვიტოს ომი ლიბანში. ანუ ეს არის წინა პირობები მოლაპარაკებების დაწყებისთვის. ტრამპმა განაცხადა, რომ ომი შეიძლება ძალიან სწრაფად განახლეს, თუ, ციტირებით, ჩვენ არ მივიღებთ სწორ პასუხს. მაგრამ ის მზად არის მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე დღე მისცეს. მაგრამ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ტრამპი, როგორც ჩანს, მზად არის ირანთან შეთანხმებაზე წავიდეს, რაც საერთოდ არ ათხოვს ისრაელს, ეს აშკარად ჩანს. საქმე იმაშია, რომ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ მას სურს უახლოეს დღეებში სასწრაფოდ ჩავიდეს ვაშინგტონში, ტრამპთან პირადი შეხვედრისთვის. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნეთანიაჰუს სურს პირადად გადაარწმუნოს ტრამპი, რომ არ დაუშვას შეცდომა. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დაშქვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, თართავზე. ყველას მშვიდობით.